კითხვები შეეხებოდა იმას, ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს, მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ანგარიშზე, რომლის მიზანიც იყო ის, რომ დაკავებულების ჯარიმები დაფარულიყო და ეს ადარდებთ მათ როგორც ჩანს ყველაზე მეტად. მეორე საკითხი, რაც შეეხებოდა იმ ჩემ საჯარო განცხადებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში, წამებებში და კორუფციაში და მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ პირების პასუხისგებლობა დადგეს და არა საქართველოს მოქალაქეების. ეს განცხადებები, ამ განცხადებებთან დაკავშირებით იყო კითხვები. ასევე მაგალითად კითხვა შეეხებოდა იმას, რომ ჩვენ გვქონდა კამპანია ნაწამები დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობის მიზნით და ამ კამპანიასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ კითხვები. ასევე როგორც ჩანს, პრობლემა იყო 7 თუ 8 ლაბადის ყიდვა აქციების მიმდინარეობის დროს და სხვადასხვა ესეთი კითხვები იყო, რომელიც არ ვიცი რანაირად უკავშირდება ზოგადად იმ გამოძიებას, რომელსაც ისინი აწარმოებენ. საერთო ჯამში ახლა აქ ცხადი არის, რომ საუბარია იმაზე, რომ დააშინონ კიდევ ერთხელ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ხედავენ, რომ მიიღეს ძალიან ბევრი კანონი, რომელიც ზღუდავს ჩვენს საქმიანობას, ახლა უკვე გამოძიებაც დაიწყეს ჩვენი საქმიანობის წინააღმდეგ და ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების დაცვას.